ქართულ ოცნებას ჩანერგილი ფენომენის შესახებ გიამბოთ ახლა. კი, ეს არის დიტო სამხარაძე გამორჩეული იმით, როგორ შეურაცხყოფას აყენებს როგორც პარლამენტის შენობაში აკეთებდა ამას აი ხედავთ როგორც სოციალურ ქსელებში ღია გვერდებზე როგორც ადამიანებს მესენჯერში აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ანუ რას ამბობს ივანიშვილი? ჩვენ შეგაგინებთ, დაგჩაგრავთ, ძვლებში დაგამტრევთ, არაფერს არ გამოვიძიებთ. ხელს დავაფარებთ ყველას, იმიტომ რომ ისინი ჩვენს დავალებას ასრულებენ. აი თქვენ თუ გააკეთებთ ამის შეფასებას, თქვენ დაგიჭირთ, ან თავისთვის მიიღეს კანონი. ივანიშვილი როდესაც ამათ ვერ უქმნის კომფორტს და არც ერთ სივრცეში მათ ადგილი არ აქვს საქართველოში, არიან რაღაც თავის სივრცეში მხოლოდ, რაღაც დახურულ თავის სივრცეში, რასაც ქართული ოცნება ქვია, მათ ვერ უქმნის კომფორტს, ისინი ვერ გადიან ქუჩაში, ვერ გადიან საზოგადოებრივ ადგილებში, დადიან მხოლოდ მაგალითად პროპაგანდისტულ არხებზე და რა ვიცი, ქართული ოცნების ოფისში და ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, ხო? მათთვის დაიწერა კანონი, რომ ვინც მათ შეაფასებს, მათ ქმედებას და მათ პერსონალურად შეაფასებს, ისინი უნდა დაისაჯონ და ოლიგარქი ცდილობს, რომ ამათ უთხრას, რომ აი ამ გზით დაგიცავთ, ყველას ციხეში გავუშვებთ, მაგრამ ეს მაგალითი არის ჩვენთვის, რას ტკივათ ყველაზე მეტად. და სასურველია, აი მინდა რომ მარიან ლაშხი, ხო, ეს დეპუტატი, რომელმაც ორი გოგონა 12 დღით ციხეში გაგზავნა. აი მე მინდა შევადარო მარიან ლაშხი ირაკლი დგებულაძეს, იმ პოლიციელს, რომელიც მზია ამაღლობელს აი ესე მოექცა, ხო? აი რასაც რეჟიმი უკეთებს ირაკლი დგებულაძეს, იმას უკეთებს ახლა ლაშხსაც. გაასმაგდა ის შეფასებები ლაშხის მიმართ. ხო, აი ხა ჩვენ საუბრობდით დიმიტრი სამხარაძეზე, ხო? საუბრობდით რა საერთოდ არ გაგვახსენდებოდა არც სასაუბროთ, არც ახსენებლად სრულიად წარმოუდგენელი პერსონაა, რომ დაინტერესდეს მისი თვითმე, რომ არ იყოს ის ხელისუფლების de facto წარმომადგენელი პარლამენტში უკვე მეორე მოწვევის ხომ შეიძლება მეორე და თუ თქვენ დააკვირდებოდით მის კარიერულ განვითარებას, ვითარდება ძირითადად გინებაში, გინების მიმართულებით, აი გავრცელდა კიდეც დღეს Facebook პოსტი, რომელშიც ისმის სახე ჩვენ დაფარული გვაქვს ბუნებრივია გინებები მისი, თუმცა ისმის გინება უკრაინაში მებრძოლი ქართველების მისამართით და აქვე ის დისკრიმინაციულად ეროვნების დისკრიმინაციის ნიშნით იყენებს ზელენსკის გვარსა და სახელს და მიმართავს მას, აი ეს კაცია ეს რედაქტი სახე პარლამენტში. ესენი გვეუბნებიან ჩვენ რომ მონა არ უნდა დაუძახოთ. რა ვიცი, კი ბატონო წუხარ, მაგრამ ზოგიერთი მონის მიღმაც ეძახის მაგალითად, რა ვიცი, შესაძლოა არაკორექტულ სიტყვასაც ხო. მაგალითად მე რო გავიმეორებთ ეთერში, არ ვიმეორებ, მაგრამ ვეძახი, იმიტომ რომ ეს ჩემი უფლება ამოხატვის თავისუფლების. მithumetes თუ მიგაჩნია, რომ ისინი იმსახურებენ და მithumetes თუ ათასობით მოწონება აქვს ამ პოსტს, ესე იგი საზოგადოება თუ იზიარებს, რომ მაგალითად ხომ დაუძახა რომელიღაც დეპუტატს სამწუხაროდ, ხო 300-ს მაგალითად კომბინაციისგან შემდგარი სიტყვა, ეს მისი გამოხატვის თავისუფლებაა და ამას შეუძლებელია რომ შეზღუდოთ ჩცდ ჩვენი სერიალი ფორმულა კრეატივის, რომელიც ამ არხის საავტორო სერიალია, გახსოვთ ალბათ საფუმარო ჟანრში ჰქონდა ეს გინების აკრძალვა გატანილი და როგორი თემა იყო ეს, რომელიც მთელ საზოგადოებას აღიმებდა, ხო? ფაქტობრივად აი ამ კონტექსტში არის ახლა ეს აკრძალვების შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამას არ ექნება არანაირი შედეგი. მოდი ვნახოთ ახლა დღევანდელი არ არის ეს ალბათ, მაგრამ დღეს გავრცელებული სიტყვა უხობა დიმიტრი სამხარაძის მხრიდან. ნეტა იცოდეთ აგელოდება თქვენი სათითაოდ არ ჩამოუარო აქ თუ კი ვინმე ცოცხალი იყავთ. კატიდან, ქათმიდან დაწყებული დამთავრებული ცოცხალი ადამიანამდე. თქვენი დედის მე ბოზიდედა ბრატებო დედის მე თქვენი ზელენსკის მოგი მე თქვენი ან ბიჭო თქვენ თქვენ რისიტა რაკი გამ თქვენი დედა თქვენი დედის სიმო ხო გაფარჩაკეთ ჩამოეთესლებით დედის რძეს და დედის რძეს თქვენ მოგი
რძე მე თქვენი მეტბრატი თქვენ დედა უკრაინელებს თქვენი დედა ზელენსკის თქვენი დედა მაგ ურია ნაბიჭვარს თქვენ დედა მოდა ემონები თქვენი დედა ხო აი ეს ხალხი ამბობს რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში უნდა აიგრძალოს კანონი და აკრძალეს. ოღონდ საზოგადოება ამას არ ემორჩილება. მთელი ამბავი ეს არის და მერე იბარებენ სასამართლოებში, წერენ ჯარიმებს და აპატიმრებენ. პატიმარი ნინო აი რაც გამსახურდია გააკეთა სოციალურ ქსელში რაც დაწერა წარმოუდგენელი სიტყვები. პატიმარი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი ქალები კაცებიც, რა თქმა უნდა, ვინ არიან სამიზნე, ხო? აი ჩვენ რო დავუკვირდეთ, ანუ კაცი, ქართველი კაცი, პატიმარს, რომელიც 4 კედელში გამოამწყვდიეს, 21 წლის ბიჭს აგინებს Facebook-ზე. უკრაინაში მებრძოლს, რომელიც პუტინის არმიას ებრძვის, აგინებს აი ახლა ეს, არ ვიცი, ადამიანი ბრჭყალებში. მაგრამ აი ახლა ერთი ვიდეო უნდა გავიხსენოთ. ეს არის 2019 წლის, აი ვიდრე კომენტარს გავუკეთებთ, მოდით წულუკიანის აი ეს გამოსვლა, თუ არ ვცდები საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო, მოვისმინოთ ერთად და შემდეგ შევაფასოთ. აქვე ეს თუმარიც გველოდება ვახოდა იქ. აქვე ვიტყვი, რომ აი საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, ანუ პრეზიდენტად ბრჭყალებში, არალეგიტიმურ პრეზიდენტად უზით ყაველაშვილი, რომლის გინება, რომელიც შემდეგ შეეწერა ბევრის აზრით პარლამენტში არის რაღაც არ ვიცი ფრთიან ვიდეო სოციალურ ქსელებში